ინტერნეტი შეიძლება იყოს უსასრულო გართობის სფარო, ისეთი პლატფორმების წყალობით, როგორიცაა YouTube და TikTok-ი. ზოგი ვიდეო, რომელსაც მოხმარებლები ტვირთავენ, რამდენიმე წუთში ვირუსულად ვრცელდება, მაგრამ ამ ატვირთვებიდან ზოგიერთს ბნელი წარსული აქვს, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის მანამ, სანამ სიმართლე მოგვიანებით არ გამომშალდება. ნომერი 10. Britney Spears, pop მუსიკის აიკონია, 1989 წელს მისი სადებიუტო ალბომის Baby One More Time-ის გამოსვლის შემდეგ. მას შემდეგ მან დიდი რაოდენობის მიმდევრები შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ბრძოლა უწევდა და ზოგიერთი ფანი უფრო ერთგული დარჩა ვიდრე სხვები. 2007 წელს 19 წლის Kara Cunningham-ი, რომელიც დაბადებით Christopher Cunningham-ი იყო, ამას ამტკიცებდა. ის Britney-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფანი იყო, როდესაც მან YouTube-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც მედიასა და საზოგადოებას მკაცრად აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ისინი მონღერლის ცხოვრებისეულ არჩევანს აკრიტიკებდნენ. რამდენიმე დღეში ვიდეო, სახელწოდებით Leave Britney Alone, ვირუსულად გავრცელდა და Kara-ს სახე მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ამ პერიოდში Spears-ი სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის შუაგულში იყო, რაც მედიაში ფართოდ გაშუქდა და შედეგად ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა მისი ქცევა, რეალურად რომ არ ესმოდათ რა ხდებოდა. იმ დროს Spears-ი მკლავდებოდა თავისი დეიდის Sander Covington-ის დაკარგვას, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება დიდ მწუხარებას უჩენდა და გახდა კატალიზატორი მისი ნერვული კრიზისისთვის. მწუხარებასთან გასამკლავებლად, მან დაიწყო არალეგალური ნივთიერებების გამოყენება და როცა მიხვდა, რომ დახმარება სჭირდებოდა, Spears-ი საკუთარი სურვილით შევიდა რეაბილიტაციის ცენტრში. რადგან მისი პრობლემები მედიის მიერ მთელ მსოფლიოს ეცნობებოდა, მას უწევდა მუდმივი შევიწროების ატანა პაპარაცებისგან და ამ ზეწოლა ნელ-ნელა თავისი კვალი დატოვა. რეაბილიტაციის კურსის დასრულებიდან მალევე მან კალიფორნიაში ერთ სალონში შევიდა და ყველას თვალწინ მთლიანი თმა გადაიბარსა, რამაც მედიის სენსაცია გამოიწვია, რომელზეც რესაც საუბრობენ და ნათლად აჩვენა, რამდენად ღრმა იყო მისი მწუხარება. ამ პერიოდში ის ასევე ჩართული იყო მწარე მეურვეობის დავარში თავის ყოფილ მეუღლესთან, Kevin Federline-თან. და რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას, საბოლოოდ მან დაკარგა თავისი ორი ვაჟის მეურვეობა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა. ერთ-ერთ ინციდენტში მან ქოლგით დაარტყა პაპარაცის მანქანას და მოგვიანებით ამ მომენტს თავის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად იხსენებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მან გააგრძელა მუსიკის წერა და გამოუშვა ალბომი Blackout-ი, რომელსაც პოპ მუსიკის ბევრი თაყვანისმცემელი ეძა და გედას პოპ ბიბლიას უწოდებს. როგორც ხშირად ხდება, ბევრმა ადამიანმა გააგრძელა Spears-ის კრიტიკა, რამაც Kara-ს უბიძგა მიიღო გადაწყვეტილება ჩაეწერა და ატვირთა თავისი ვიდეო YouTube-ზე. ვიდეოში ჩანს, რომ ის ტირის და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს, Britney ადამიანი იყო და არა უბრალოდ ცნობილი პიროვნება, რომელსაც დასცინიან. ვიდეოს ერთ განსაკუთრებით ემოციურ მომენტში ის ხსნის, რას გადის Spears-ი და ამტკიცებს, რომ მის ფანებს მხოლოდ მეტი უნდათ მომრელისგან, თან აკრიტიკებდნენ მის ცხოვრებასა და არჩევანებს. შემდეგ მან რამდენჯერმე უყვირა კამერას, რომ საზოგადოებამ თავი დაანებოს მას, რაც ვიდეოს სათაურადაც იქცა. შემდეგ Kara აცხადებს, რომ ვისაც Spears-თან პრობლემა აქვს, მასთან მოუწევს საქმე. უმეტესობამ ვიდეო შეაფასა როგორც სამარცხვინო ან ზედმეტად დრამატული, თუმცა ინტერნეტში რამდენიმე პოსტი გამოჩნდა, სადაც ავტორებმა აღიარეს, რომ შეცდნენ მომღერლის კრიტიკაში და შესაძლოა Kara თავიდანვე მართალი იყო. ვიდეო სულ რაღაც 24 საათში 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა და Kara რამდენიმე ამერიკულ ტელეშოუშიც კი მიიწვიეს. ეს ერთ-ერთ პირველ ვიუსულ ვიდეოდ ითვლება და მას შემდეგ Kara აგრძელებს თავისი გზავნიის გავრცელებას. არ მისცე მოძულეებს უფლება გული გავიტეხონ. ნომერი 9. Scuba diving-ი მილიონობით ადამიანს უყვარს მთელ მსოფლიოში და ის ითვლება დამამშვიდებელ და ძალიან შემეცნებით ხობად, რომლის დროსაც მკვინთავები ხედავენ ეგზოტიკურ თევზებს, უცნაურ ზღვის არსებებს და ზოგიერთს კიდევ სადილისთვისაც კი უჭირავს რამე. 57 წლის Michael Packeri, სკუბა მკვინთავი Cape Cod-დან Massachusetts-დან, სწორედ ასე მოიქცა ერთ დღეს 2021 წელს, როცა გადაწყვიტა დაივინგი მოეწყო და ლობსტერები საძებნელად ჩასულიყო. მაგრამ იმ დღის ბოლოს ვერ იჯერებდა, რომ წყლიდან ცოცხალი ამოვიდა. Michael-ი New Jersey-ში დაიბადა, მაგრამ პატარა ასაკში დედასთან ერთად Cape Cod-ში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ძალიან შეიყვარა თევზაობა და scuba diving-ი. როცა რამდენიმე lobsters დაიჯერდა, კომერციულ კლიენტებს ყიდდა, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე მეგობრებს და ენიმე მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის იტოვებდა, რომ მათაც ეს იამოვნათ. ძირითადად Michael-ი წყნარად ცხოვრობდა ოკეანის პირას. მაგრამ 2021 წელს Michael-მა ორი საშიში შემთხვევიდან პირველი გადაიტანა, რომლთაგან ნებისმიერიც მარტივად შეიძლებოდა მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. 2021 წლის ინციდენტის დროს Michael-ი კიდევ 5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა თვითფრინავში, რომელიც სან-ხოსედან პუერტო ხიმენესისკენ მიფრინავდა, როდესაც თვითფრინავს ძრავის პრობლემები შეექმნა. თვითფრინავი მიუვალ ადგილას ჩამოვარ და მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ მათამდე მისასვლელად. მას სახესა და კიდურებზე გარკვეული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯამრთელდა.
ის თავის ოჯახს ეუბნებოდა, რომ ვერ იჯერებდა ავიაკატასტროფიდან უუნებლად რომ გადარჩა და რომ მაშველები დროულად რომ არ მისულიყვნენ, ალბათ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა სახლში. მან გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი თევზაობის ნაომა ზღვაში გასვლა, როცა 15 წლის იყო. მან გადაწყვიტა ნავს მისდევდა და დაბალი ხილვადობის გამო სწრაფად დაკარგა ორიენტაცია. ბოლოს იპოვეს, მაგრამ გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. ეს იყო მისი პირველი შემზარავი შემთხვევა, ხოლო ბოლო 2021 წელს მოხდა, როცა ის ჩვეულებრივად ლობსტერებისთვის ყვინთავდა. მას შემდეგ, რაც კეიპ-კოდში წყალში გადახდა, ოკეანის ფსკერზე ცურვა დაიწყო, რომ ლობსტერები შეეგროვებინა, მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა. თავდაპირველად მაიკლ საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა რა ხდებოდა, რადგან მოულოდნელად სიბნელეში აღმოჩნდა და იგრძნო, რომ რაღაც უკანიდან უბიძგებდა. მაშინ მიხვდა, რომ კუზიანი ვეშაპის პირში აღმოჩნდა და გრძნობდა, როგორ უჭერდა მას პირში არსებული კუნთებით. ის დარწმუნებული იყო, რომ ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა და შემდეგ ნახევარწუთზე მეტხანს საერთოდ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რომ თავი დაეღწია. საბედნიეროდ ვეშაპს მაიკლზე ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონდა და პირში გახსნა, თან თავს აქეთ-იქით აქნევდა. ამის შედეგად მაიკლი ვეშაპის პირიდან ამოვარდა, ხოლო მისმა მეგობარმა ჯოსაია მაიომ, რომელმაც ყველაფერი იხილა, შესაბამის ორგანოებს შეატყობინა. მაიკლთან ინტერვიუ ავსტრალიის წამყვან ტელეგადაცემაში სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, თუმცა ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი მისი განცხადებების მიმართ, სანამ მოწმეებმა მისი ამბავი არ დაადასტურეს. ბევრი ფიქრობდა, რომ მას სერიოზული დაზიანებები ექნებოდა თუ მართლაც ვეშაპს გადაეყლაპა. მაგრამ მაიკლი სწრაფად განმარტავდა, რომ ვეშაპის ხელი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ადამიანი გადაყლაპოს და დააზუსტა, რომ უბრალოდ მის პირში იყო გაჭედილი, არა კუჭში. მაიკლმა ეს შემთხვევა მშვიდად მიიღო და დღესაც აგრძელებს ლობსტერებზე ყვინთვას, რადგან არაპირებს, რომ ეს შემთხვევა მის საყვარელ საქმეს ჩამოაშოროს. 8 ნომერი. ჩვენგან უმეტესობას ოდესმე უოცნებია დიდი თანხის პონაზე ან ბანკომატზე, რომელიც უზარმაზარ რაოდენობას ფულს გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო ფიქრია, ყველას არ აქვს ცოდნა, რომ ამ ფუნის შენახვა შეიძლება დიდ პრობლემებში გახვიოს, როგორც ეს მოხდა 39 წლის ქალის სენია ფილიპოს შემთხვევაში. შემთხვევა მოხდა 2024 წლის იანვარში, როდესაც 78 წლის პენსიონერმა ელექტროინჟინერმა ენდრიუ ჩეის სიდბონკმა გადაწყვიტა თავისი მთელი დანაზოგი გადაეტანა ბარკლაის ბანკის ანგარიშიდან დიდ ბრიტანეთში, თავის ვესტპაკის ანგარიშზე ოკლენდში, ახალ ზელანდიაში. სამწუხაროდ ენდრიუ იყენებდა მოძველებულ კომპიუტერს, რომელსაც კლავიშები ეჭედებოდა და როდესაც ახალ საბანკო ანგარიშის ნომერს აკრებდა, ერთ-ერთი ციფრი გამორჩა. კიდევ უფრო სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ შეცდომით შეყვანილი ნომერი სენიას ეკუთვნოდა და შესაბამისად თანხა მის ანგარიშზე გადაირიცხა. სენიას და მის მეუღლეს ალექსანდრეს გასაკვირად აღმოაჩინეს, რომ მის ანგარიშზე ჯამში $158,000 იყო გადარიცხული და გადაწყვიტეს, რომ ეს თანხა შეენარჩუნებინათ. მოგვიანებით ისინი ამტკიცებდნენ, რომ ფიქრობდნენ თითქოს ეს თანხა ონლაინ აზარტული თამაშებიდან მოგებული იყო, თუმცა ასევე აღიარეს, რომ არასდროს უცდიათ ამ თეორიის გადამოწმება. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ღმერთისგან ბოძებული კურთხევა იყო, მაგრამ მომდევნო კვირებში მალე მიხვდნენ, რომ ეს კურთხევის სრული საწინააღმდეგო აღმოჩნდა. მოგვიანებით მოსამართლემ განაცხადა, რომ არ სჯეროდა ამ ვერსიის, იმის გამო, რაც ცვილმა შემდეგ გააკეთა. მათ სწრაფად გადაიტანეს ფულის უმეტესობა სხვა საბანკო ანგარიშებზე და შემდეგ ხარჯვა დაიწყეს. მათ $20,000 გაუგზავნეს თავიანთ ოჯახებს სამოაში, გადაიხადეს ზოგიერთი ვალი და შემდეგ შეიძინეს ახალი ავტომობილი, მას შემდეგ რაც არსებული მანქანის დარჩენილი თანხა დაფარეს. როდესაც მოვლენების ნამდვილი ვერსია გამოაშკარავდა, სენია და ალექსანდრე ამტკიცებდნენ, რომ მათი სახელები საჯარო არ უნდა გამხდარიყო, რადგან შეიძლება ეკლესიამ ან საზოგადოებამ შეარწყვინოთ. მაგრამ მოსამართლემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, არ დაეთანხმა, რადგან ეს დანაშაული საშუალოდ მძიმე ან სერიოზულ კატეგორიად ითვლებოდა და მან უარი თქვა სახელების გასაჯაროების აკრძალვაზე. ენდრიუმ ასევე მოითხოვა მათი სახელების გასაჯაროება, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წყვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ფული მათ კანონიერად არ ეკუთვნოდათ. მან აღნიშნა, რომ სენიას უნდა სცოდნოდა, რომ ეს თანხა ბარკლიზის საბანკო ანგარიშიდან იყო ჩარიცხული და არა ონლაინ აზარტული თამაშების საიტიდან. დაკავების შემდეგ მოსამართლემ აღნიშნა, რომ წყვილმა რამდენიმე საათში ფულის უმეტესი ნაწილი სხვა ანგარიშებზე გადაიტანა, რაც მას საეჭოდ მოეჩვენა. ალექსანდრიმ და სენიამ შემდეგ წარადგინეს განცხადებები განთავისუფლებაზე მსჯავრის გარეშე. მაგრამ მოსამართლემ უარი თქვა ამ საჩივარზე, რადგან მათ უნდა გაეღოთ პასუხი თავიანთი ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შეცდომა ანდრიუმ დაუშვა. სენიას საუპენეს ბრალდება ქურდობაში, ხოლო ალექსანდრს მოპარული თანხის მიღებაში, რომლის ოდენობაც $64,000. ორივემ თავი დამნაშავედ ცნო და 6 თვიანი საზოგადოებაში შეზღუდული თავისუფლება მიუსაჯეს. თავდაპირველად მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, მაგრამ დამნაშავედ ცნობის გამო მსუბუქი სასჯელი მიიღეს. ბანკმა შეძლო მხოლოდ $28,000 დაბრუნება ანდრიუს ანგარიშზე, თუმცა დაარწმუნა, რომ დარჩენილი თანხაც აღუდგებოდა მის საბანკო ანგარიშზე.
ანდრიუსთან ინტერვიუ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ბევრ მაყურებელს სენია და ალექსანდრე აღაშფოთა, რადგან ფიქრობდნენ, რომ წყვილმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა და მათი მოტყუებისთვის ციხეში უნდა აღმოჩენილიყვნენ. ანდრიუს ანგარიშზე საბოლოოდ დაბრუნდა ყველა დაკარგული თანხა, ასევე ბარტლის ბანკისგან კეთილი ნების ნიშნად გადახდილი 500 ფუნტი. ნომერი 7. უმეტესობა ვირუსული ვიდეოებისა ინტერნეტში რამდენიმე თვე ტრიალებს და შემდეგ დაიწყებას ეცემა. მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ისინი ვიდეოს ვარსკვლავისთვის დიდ მოგებას მოაქვს, როგორც ეს მოხდა პაკისტანელი შაჰიდ ნაზირის შემთხვევაში, რომელიც 2012 წელს ვირუსული ვიდეო One Pound Fish-ის ვარსკვლავი გახდა. ვიდეო, რომელიც YouTube-ზე მომხმარებელმა კოლინ მილერმა ატვირთა, აჩვენებდა 31 წლის ნაზირს თავის თევზის დახთან აღმოსავლეთ ლონდონში, იმ წლის 31 მარტს, სანამ ფეხბურთის მატჩი Reading-სა და West Ham-ს შორის გაიმართებოდა. ვიდეოს აღწერაში ეწერა, რომ ნაზირი ადგილობრივი ლეგენდაა, რადგან ის ცნობილი გახდა თავისი თევზის ბაზრის დახლით და იმით, რომ თევზის გატიდვისას ყველა გამლელს ართობდა. კადრებში ჩანს, როგორ ესაუბრება ნაზირი რამდენიმე ადგილობრივს, როცა მილერი სთხოვს მას, რომ თავისი თევზის სიმღერა იმღეროს. რამდენიმე ადამიანი მასთან ერთად ფოტოს ირებს და აშკარად ჩანს, რომ ის ამ რაიონში დიდ პატივს სცემენ. შემდეგ ის იწყებს სიმღერას ესეთი სიტყვებით: მოდით ქალებო, 1 ფუნტი თევზი. შეხედეთ, ძალიან კარგი, ძალიან იაფი. 1 ფუნტი თევზი. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ზოგმა ნაზირი შეადარა PSY-ს, ცნობილ მომღერალ სიმღერიდან Gangnam Style. ნაზირი ლონდონში მხოლოდ 1 წელი იყო, როცა ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მან გადაწყვიტა სრულად გამოეყენებინა თავისი ახალი პოპულარობა. მან შექმნა მუსიკალური ვიდეოკლიპი ამ სიმღერისთვის, რომელიც ასევე ვირუსულად გავრცელდა და რამდენიმე დღეში მილიონობით ნახვა დააგროვა. შემდეგ რაც მოხდა, ნაზირისთვის ნამდვილ ქარიშხალს გავდა. მას Warner Brothers-მა ჩამწერი კონტრაქტი შესთავაზა, ხოლო სიმღერა ბრიტანეთში iTunes-ზე ხელმისაწვდომი გახდა. ინტერვიუების დროს მან განმარტა, რომ ეს სიმღერა იმითომ შექმნა, რომ საჯაროდ ყვირილი ერიდებოდა. მისმა უფროსმა დაავალა, რომ ყვირილით მიეპყრო პოტენციური კლიენტების ყურადღება, მაგრამ ნაზირს ეს იდეა არ მოეწონა და ამის ნაცვლად იმპროვიზაციით შექმნა ახლა უკვე ცნობილი მელოდია და ტექსტი. ამან გაამართლა და მალე თევზის დახლი ადგილობრივების საყვარელ ადგილად იქცა. ისინი უარსაც კი ამბობდნენ რაიმე სპიდვაზე, თუ ნაზირი თავის სიმღერას არ იმღერებდა. და როცა ვიდეო YouTube-ზე აიტვირთა, ნაზირი სწრაფად გახდა ცნობილი სახე. ინცლის ბოლოსთვის One Pound Fish შობის ნომერ პირველ ჰიტად იბრძოდა ინცლის X Factor-ის გამარჯვებულთან ერთად. სიმღერა საბოლოოდ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა და მომღერალმა Timbaland-მა მისი cover version გამოუშვა. ნაზირი იმ წლის დეკემბერში პაკისტანში დაბრუნდა და აეროპორტში მას თაყვანის მცემელთა ბრბო დახვდა, რომლებიც ყვავილების გვირგვინებით შეხვდნენ და კისერზე ჩამოაცვეს მისადმი აღფრთოვანების ნიშნად. მან სახელი მოიპოვა, მაგრამ მისი დიდება ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. სანამ ნაზირი ჯერ კიდევ პაკისტანში იყო, გაირკვა, რომ მან ქვეყნის დატოვებამდე 6.6 მილიონიან ჩეკს მოაწერა ხელი, მაგრამ ჩეკი არ განახტდა. შესაბამისად მას დააკავეს და თავლითობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ, რაც ეს დანაშაული ლაჰორში ერთ-ერთმა კერძო ლიზინგის კომპანიამ განაცხადა. მისმა სატრანსპორტო კომპანიამ Rajput Goods Transport-მა დათანხმდა თანხის ნაწილ გადახდას, მაგრამ ეს ვერ შეძლო. თავად ნაზირი კი შემდეგ სასამართლოს ცნობებზე არ გამოცხადდა. ისი დაპატიმრების ორდერი გაიცა და მას გირაოზე გათავისუფლება მისცეს მას შემდეგ, რაც სასამართლოს დაუდასტურა, რომ ვალს გადაიხდიდა. ნაზირს უარი უთხრეს გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებაზე და მისი მუსიკალური კარიერა დასრულდა. დღეს ის კვლავ პაკისტანში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და დრო თავის TikTok-ის ანგარიშზე სიმღერებს აქვეყნებს. მეექვსე ნომერი. ირონიულად მომღერალ შემსრულებელი Robin Thicke ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ჰიტით Blurred Lines, მაგრამ სწორედ ამ ვირუსულმა ტრეკმა მოუტანა მას სამართლებრივი პრობლემები და საბოლოოდ მილიონობით დოლარი დაუჯდა. Thicke 1967 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა ორ ცნოდომ მსახიობ ოჯახში, Gloria Loring, რომელიც მონაწილეობდა საბრის ოპერაში Days of Our Lives და Alan Thicke, რომელიც ცნობილია სიტკომიდან Growing Pains. სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორის საოცარი წლები, ახალი ლესი, ჩვენ მხოლოდ ათნი ვართ და ასევე Growing Pains. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ მუსიკოსის კარიერა ერჩია და ოჯახი სრულად უჭერდა მხარს. მან და მისმა მამამ ერთად დაწერეს მისი პირველი რამდენიმე სიმღერა, მაგრამ მამას ასევე სურდა, რომ მან სკოლა დაესრულებინა, სანამ თავის ვოკალურ ჯგუფთან ერთად პირველ ალბომს გამოუშვებდა. მან უარი თქვა დემოს ჩაწერის საფასურის გადახდაზე, მაგრამ თანხა ჯგუფის კიდევ ერთი წევრის ბიძამ გადაიხადა. მალე Thicke R&B მომღერალ Brian McKnighty-ის პროდიუსერულ კომპანიასთან მოაწერინა ხელი კონტრაქტს და შემდეგ შეხვდა Jimmy Loweins, რომელმაც მას Interscope Records-თან ჩაწერის კონტრაქტის გაფორმებაში დაეხმარა. იმ დროს ის მხოლოდ 16 წლის იყო, ხოლო შემდეგ წელს Thicke-მ სახლი დატოვა, რათა თავისი ოცნებები გაეხორციელებინა.
Თავდაპირველად ის როგორც პროდიუსერი და სიმღერების ავტორი მუშაობდა და არა როგორც არტისტი და დაწერა სიმღერა When You Put Your Hands on Me, რომელიც ქრისტინა აგილერას მისივე სახელწოდების სადებიუტო ალბომში შევიდა. 1989 წელს თიკემ დაიწყო საკუთარი მუსიკის შექმნაზე კონცენტრირება და ფულის დაგროვება სადებიუტო ალბომის ჩასაწერად, თუმცა შემდეგ ის მეორედ გააფორმეს კონტრაქტი Interscope Records-თან. მისი სადებიუტო სინგლი When I Get You Alone, Walter Murphys მუსიკის სემპლებით შეიქმნა და მუსიკალურმა ვიდეომ გარკვეული წარმატება მოიპოვა. ეს ტრეკი ბევრად უკეთესად მიიღეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და იტალია, მაგრამ თიკემ ვერ მოახერხა დიდი შთაბეჭდილების მოხდენა აშშ-ში. 2003 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი A Beautiful World, მაგრამ მან კვლავ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა ვერ გაამართლა ლეიბლის მოლოდინები, თიკემ დაიწყო შეთავაზებების მიღება წარმატებული არტისტებისგან, რომლებიც მასთან თანამშრომლობას ისურვებდნენ. მათ შორის იყვნენ Mary J. Blige, Usher და Lil Wayne. ლეიბლი მისი ჩანაწერების გაპინდვებით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მისი მეორე ალბომი რამდენჯერმე გადაიდო. შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Star Trek-ის ლეიბლთან და გამოუშვა სინგლი Wanna Love You Girl, რომელმაც გარკვეული წარმატება მოიპოვა დიდ ბრიტანეთში. ალბომი შემდეგ წელს გამოვიდა, ხოლო მისი სიმღერა Lost Without You გახდა მისი პირველი წარმატებული ტრეკი, რომელიც Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-14 ადგილზე მოხვდა. მისი კარიერა მომდევნო წლებში აღმავლობებსა და დაღმასვლებს განიცდიდა, ხოლო 2013 წელს მან გამოუშვა ალბომი Blurred Lines. სათაო ტრეკს Vivo-ზე სულ რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და Tix ალბათ ეგონა, რომ საბოლოოდ თავისი ოცნება აისრულა. მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, როცა შეატყობინეს, რომ საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან. თითქმის მაშინვე რაც სიმღერა გამოვიდა, მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ მუსიკის დიდი ნაწილი პირდაპირ Marvin Gaye-ის სიმღერიდან Got to Give It Up-დან იყო აღებული. ეს იყო თიკის ყველაზე დიდი ჰიტი იმ დროს და მან ამით $5 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მან სარჩელი შეიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ Gaye-ის მუსიკა არ გამოუყენებია, ხოლო Gaye-ის ოჯახმა საპასუხო სარჩელი შეიტანა. საქმე 2015 წელს გამწვავდა და Tix საავტორო უფლებების დარღვევის გამო $7.4 მილიონი გადახდა დააკისრეს. თუმცა ეს თანხა მოგვიანებით $5 მილიონამდე შემცირდა, რომელიც თიკმა და მისმა პროდიუსერმა Pharrell Williams-მა უნდა გადაიხატოს. ხვილმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის ძალაში დარჩა და დღემდე Tix ვერ მოუხერხებია ამ სიმღერის წარმატების გამეორება საკუთარი დაწერილი მასალით. ნომერი 5. ყველას გვიყვარს, როცა ინტერნეტში ახალი, კარგი მემი ან ვირუსული ვიდეო ჩნდება, მაგრამ უმეტესობა არ იცის, რომ ზოგ შემთხვევაში ამ ვიდეოებში ემოციური ბრძოლებია დამალული, რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცნობილი და ეს ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამბას ამ კადრების მიმართ მომავალში. TikTok შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა ასეთი კონტენტის, რადგან მომხმარებლებს უყვართ სხვების მიერ ატვირთული ვიდეოების გადამუშავება მეტი ნახვისა და შესაძლოა ცოტა ხნით ცნობილი ინტერნეტ ვარსკვლავი გახდომის იმედით. ამას მაგალითია ვიდეო, რომელიც 2017 წელს Instagram-ზე ატვირთა Tyrese Gibson-მა, Grammy-ის ნომინირებულმა R&B მომღერალმა და მსახიობმა. კადრებში ჩანს, რომ ის ტირის, აშკარად ძლიერ სტრესშია და რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს ღმერთო ჩემო, შაილა ჩემო. ვიდეო სწრაფად გადაამუშავეს TikTok-ის მომხმარებლებმა და ის ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ბევრმა ადამიანმა გაიმეორა Gibson-ის რეაქციები, ზოგიერთმა კი მას დასცინა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ მისი ემოციური სტრესის მიზეზი. უმეტესობა Gibson-ს გაიხსენებს ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა ფორსაჟი და ტრანსფორმერები. მაგრამ ის ასევე გამოჩენილა სხვა ფილმებშიც, როგორიცაა 4 ძმა, Waist-Deep, სასიკვდილო რბოლა და Morbius-ი. ის ასევე გამოცემული ავტორია, რომელმაც არამხოლოდ კომიქსების სერია შექმნა, არამედ გამოსცა New York Times-ის ბესტსელერი სახელწოდებით, როგორ დააღწიო თავი საკუთარ თავს. მან თანაავტორობით დაწერა წიგნი Monologia, თქვენი მამაკაცის გონების საიდუმლოებები, Rev Run-თან ერთად და ეს წიგნიც ბესტსელერი გახდა. 2007 წელს მან Norma Mitchell-ზე იქორწინა, იმავე წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ და ატლანტაში, ჯორჯიის შტატში დასახლდნენ. მაგრამ 2009 წელს ეს ქორწინება დასრულდა. შემდეგ 2017 წელს მან Samantha Lee-ზე იქორწინა და მომდევნო წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ 2022 წელს განქორწინდნენ. 2 წლის შემდეგ გაირკვა, რომ Gibson-ლისთვის შვილის სარჩო არ გადაუხდია. ის დააკავეს და გათავისუფლებამდე დაავალეს, რომ გადაეხადა $74,500, რაც მან შემდეგ გადაიხადა, მაგრამ სწორედ მისი პირველი ქორწინება დაბრუნდებოდა და თავს შეახსენებდა. როდესაც მისი იმ ქორწინებიდან შვილი 10 წლის იყო, Williams-მა სარჩელი შეიტანა ერთპიროვან მეურვეობაზე მას შემდეგ, რაც გოგონამ Gibson-ი დაადანაშაულა იმაში, რომ მან შვილი ძირს დააგდო. Gibson-მა უარყო ეს ბრალდებები და შემდეგ ჩაწერა ეხლა უკვე სკანდალურად ცნობილი ვიდეო, რომელიც თავის Instagram-ის ანგარიშზე ატვირთა. და ამ ვიდეოში ის ჩანს მაისურით, რომლის წინამხარეს ეწერა შაილა მაგარია. და ის ჩანდა, როგორც თხოვდა სასამართლოს არ წაეყვანათ მისთვის შვილი. Williams-ი შემდეგ ამტკიცებდა, რომ მან არ მისცა მას მათი ქალიშვილის ნახვის უფლება, როცა ბავშვი მასთან ცხოვრობდა.
და მან გადაწყვიტა არ მიეცა მისი პასპორტი, როცა უილიამსმა მოითხოვა. გარდა ამისა, მან დაადანაშაულა ის ფიზიკურ ძალადობაში მის მიმართ და კიდევ რამდენიმე ადამიანის მიმართ. დაამატა, რომ ის აგრესიული ხდებოდა ყოველთვის, როცა ვინმე არ ეთანხმებოდა. საბოლოოდ, ცვილს მიენიჭა შვილზე თანაბარი 50-50 განაწილებით ერთობლივი იურიდიული და ფიზიკური მეურვეობა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს დეტალები გახდა ცნობილი, TikTok-ის მომხმარებლებმა გააცნობიერეს, რომ ისინი დასცინოდნენ Gibsons, მაშინ როცა ის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფებოდა. ნომერი 4. არაყოლა ვირუსული ვიდეო წარმოიშობა ტრაგიკული მოვლენებიდან, როგორც ამას ამტკიცებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვირუსული ვიდეო ყველა დროის, რომელშიც მონაწილეობს ქალი სახელად Kimberly Sweet Brown Wilkinsi, რომელიც მოახერხა ქლითა, რომელმაც მოახერხა ძალიან საშიში სიტუაციიდან თავის დაღწევა, მანამდე სანამ ინტერნეტ სენსაციად იქცეოდა. ჩვენ, ვინც ვიცნობთ ვირუსულ ინტერნეტ ვიდეოებსტევებსა და მიმებს, კარგად გვახსოვს ფრაზა: არავის აქვს ამისთვის დრო, რომელმაც 2012 წელს მთელი მსოფლიო დაიპყრო. ეს ფრაზა Wilkinsმა მედიასთან ინტერვიუს დროს თქვა და ფაქტობრივად ერთ ღამეში ინტერნეტ სენსაციად იქცა. შემდეგ წლებში ეს ფრაზა ზოგიერთი ადამიანის ყოველდღიური ლექსიკის ნაწილი გახდა, როცა მათ სურდათ რაიმეს აღწერა, რაც არ მოსწონდათ, ან რისი გაკეთებაც არ სურდათ. ვიდეოს დღემდე ხშირად ახსენებენ და ის უამრავ სხვა ვიდეოშიც გამოუყენებიათ, რომლებიც ისეთ პლატფორმებზე იდურთება, როგორიცაა TikTok-ი და YouTube-ი. იმ დროს Wilkinsi ოკლაჰომაში ერთ ბინად კომპლექსში ცხოვრობდა და სწორედ აქ გახდა ის ცნობილი სახე. ყველაფერი იმ წლის 7 აპრილს დაიწყო, როცა ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მოხუც ქალს ეკუთვნოდა და ის Wilkinsis მეზობელი იყო. საბედნიეროდ, ყველამ შეძლო დროულად დაეტოვებინა კომპლექსი და არავინ დაღუპულა, თუმცა მეზობელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კვამლის ჩასუნთქვის გამო უმკურნალეს, მაგრამ სრულად გამოჯამრთელდა და მალევე გაწერეს. ხანძრის შემდეგ მედიარხმა K4 TV-მ ჟურნალისტი და ოპერატორი გაგზავნა კომპლექსში, რათა შენობის რამდენიმე მცხოვრები გაესაუბრა და იმ დროს Wilkinsიც იქ იმყოფებოდა. მან დათანხმდა კამერასთან გამოჩენას და დაიწყო ახსნა, რა გადახდა თავს, თუმცა ეს უნებლიეთ კომიკური გამოვიდა. მან თქვა, რომ იმ შუადღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა გაზიანი სასმელი აეხო. ის ფიქრობდა, რომ ვიღაცა ახლო-მახლო მწვადს წვავდა, რადგან კვამლის სუნი იგრძნო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მეზობელ ბინაში ხანძარი გაჩენილი იყო. მან ახსნა, რომ გასასვლელისკენ სირბილი დაიწყო და აღნიშნა, რომ არ ჰქონდა დრო ფეხსაცმელი ან პირადი ნივთები აეღო, რადგან სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდა. მან დაამატა, რომ სანამ გასასვლელამდე მივიდოდა, ცოტა კვამლი ჩაისუნთქა და აღნიშნა, რომ ბრონქიტი ჰქონდა, რის შემდეგაც წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა: არავის. ამისთვის დრო არავის აქვს, რამაც აშკარად გაახარა ინტერვიუერი, რომ ის ხარხარიც კამერის მიღმაც ისმოდა. როგორც კი ეს ვიდეო საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს მისი გამოყენება თავიანთ ვიდეოებში და დიდი ეფექტიც მოახდინეს. სტუდენტებმა ის გამოიყენეს იმის გამოსატად, თუ როგორ არ სიამოვნებთ გამოცდისთვის სწავლა. სხვებმა ის რემიქსის სახით გამოიყენეს და ის უამრავ მიმში გამოჩნდა, რომლებიც COVID-19 პანდემიას ეხებოდა. ბოლოდნელმა პოპულარობამ Wilkinsi გააოცა და მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უბრალოდ ისე იქცეოდა, როგორც ყოველთვის და რომ ეხლა უკვე ცნობილი ფრაზა მისი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამი იყო. Bob Rivers' show Wilkinsis remix-ი შექმნა, სადაც ამბობდნენ, რომ მას ბრონქიტი ჰქონდა და მან გადაწყვიტა, რომ $15 მილიონი სარჩელი შეეტანა, რადგან მათ მისი გამოსახულება და ფრაზა მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს. შოუმ განაცხადა, რომ Wilkinsisგან ნებართვა ჰქონდათ მიღებული კლიპის გამოსაყენებლად, მაგრამ მან ეს უარყო. სარჩელი შეტანილი იყო Apple-ის წინააღმდეგ, რადგან ეს ტრეკი iTunes-ზე აიდურთა და მათ ის მაშინვე წაშელეს. შემდეგ მან სარჩელი შეიტანა რადიო შოუს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ სარჩელი უარყვეს. მაგრამ Wilkinsis პოპულარობა ამით არ დასრულებულა. ის გამოჩნდა რამდენიმე ადგილობრივ სატელევიზიო რეკლამაში და შოუში ტოში. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე პროექტი წამოიწყო, მაგრამ ისინი არასდროს განხორციელდა. მას შემდეგ მან განაცხადა, რომ ისევ იმავე ბინაში ცხოვრობს, საიდანაც გაიქცა და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივად. მესამე ნომერი. გასაოცარია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი ადამიანები ცნობილები გახდნენ. წარსულში მუსიკოსები პოპულარულები ხდებოდნენ მათი სიმღერის სვალობით, რომელიც პოპულარული ხდებოდა. მსახიობები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, სანამ აღიარებას მოიპოვებდნენ და ვარსკვლავები თავიანთ ხელობას სვალებით ეუფლებოდნენ, ზოგჯერ 10 წლეულების განმავლობაში, სანამ ყველასთვის ცნობილი სახეები გახდებოდნენ. თანამედროვე დროში კი ინტერნეტისა და მისი ვირუსული კულტურის წყალობით პოპულარობა შეიძლება სულ რამდენიმე წუთში მოვიდეს. ზემოხსენებულ შემთხვევათა უმეტესობაში ადამიანები მხოლოდ ერთი ფრაზის თქმის ან ვიდეოში საჭირო დროს გამოჩენის გამო გახდნენ ცნობილი. ამას ადასტურებს Antoine Dodsonიც, რომელიც საინფორმაციო საშუალების ინტერვიუში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც მის მადამ Kelly Dodsonმა ძიმე გამოცდილება გადაიტანა და საბედნიეროდ უვნებლად გადარჩა. 2010 წლის ივლისში ალაბამას შტატის Huntsville-ში პოლიცია Lincoln Park-ში კელის სახლში გამოიძახეს, მას შემდეგ რაც მას საკუთარ ოთახში ფიზიკურად დაესხნენ თავს.
ერთ დილას დაახლოებით 3:00 საათზე ის თავის სახლში ვებსტერის ქუჩის 500-იან ბლოკში გამოიღვიძა და მაშინვე შეშინდა. შოკში ჩავარდა, როცა გამოიღვიძა და გააცნობიერა, რომ ვიღაც მის საწოლში იწვა. მაშინ დაიწყო ხვირილი მთელი ხმით, იმ იმედით, რომ კაციც გაიქცევდა. მისმა ძმამ ანტუანმა ხმაური გაიგო და მაშინვე ადგილზე გაიქცა, ხოლო ის, რაც ოთახში შესვლისას ნახა, შოკში ჩააგდო. მოგვიანებით მან ახსნა, რომ დაინახა კაცი კელის საწოლში და მიხვდა, რომ მას ხელები კელის ყელზე ჰქონდა შემოხვეული. ის საწოლთან მივარდა და კაცი კელის მოაშორა, რის შემდეგაც თავდამსხმელი სიბნელეში გაიქცა. როცა პოლიცია მივიდა, მათ ადგილზე კაცის პერანგი და მისი რამდენიმე ანაბეჭდი იპოვეს. ძმები განაცხადებდნენ, რომ ეს კაცი მანამდე არასდროს ენახათ და მიუხედავად იმისა, რომ კელი ფიზიკურად არ დაშავებულა, თავდასხმა მას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაბენა. თუმცა არავინ ელოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. ანტუანი ადგილობრივ მედია საშუალება WAFF TV-სთან ინტერვიუში გამოვიდა და მისი გაფრთხილებები გარშემო მცხოვრები ხალხისა და თავდამსხმელის მიმართ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. მან განაცხადა, რომ ხალხმა უნდა დამალოს თავისი შვილები და ცოლები, რადგან ტერიტორიაზე თავდამსხმელი იყო და ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. კელიასაც ინტერვიუ ჩამოართვეს და მან განაცხადა, რომ იმ კაცმა შეძლო მისი ოთახში შესვლა მას შემდეგ, რაც ფანჯრის რაფაზე აძრა. მან მას უბრალოდ ღარიბი კვარტლიდან ვიღაცა იდიოტად მოიხსენია, მაგრამ ანტუანი ამ შემთხვევას ბევრად უფრო სერიოზულად მიუდგა. ინტერვიუს შემდეგ გრეგორი ძმებმა Auto-Tune the News-ის YouTube არხიდან ეს ვიდეო გამოიტანეს სიმღერის შესაქმნელად, რომელსაც Bad Intruder ეწოდა. ეს მღისიერად სენსაციად იქცა და ანტუანმა დაიწყო მაისურების გაყიდვა თავისი ცნობილი ფრაზით „დამალეთ თქვენი შვილები“, რომელიც წინა მხარეს ეწერა. სიმღერა მესამე ადგილი დაიკავა R&B The Soulish Chart-ში და ერთი კვირის განმავლობაში iTunes-ის top 25 სიმღერას შორის იყო. გრეგორი ძმებმა გადაწყვიტეს სიმღერიდან მიღებული მოგება დოდსონთან გაეყოთ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფულით თავის ოჯახს უკეთეთეს უბანში გადაიყვანდა. სიმღერა დღესაც ვრცელდება ინტერნეტში, თუმცა ბევრმა ადამიანმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება, რადგან მიაჩნიათ, რომ ის არასერიოზულად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ კელი საკუთარ სახლში დაესხნენ თავს, რაც არავის უნდა მოუწიოს გადატანა. ნომერი 2. Rocky Lockridge ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც 1984 წლის თებერვალში პირველი მოკრივე გახდა, რომელმაც Roger Mayweather-ი დაამარცხა. ის დაბადებისას Ricky Lockridge ერქვა და თავისი მოკრევის კარიერა დაიწყო ტაკომაში, ვაშინგტონის შტატში, მის მშობლიურ ქალაქში. სპორტთან მისი პირველი შეხება თაკომას ბიჭების კლუბში მოხდა და მალე ის ეროვნული AAU ბანტამწონოს ჩემპიონი გახდა. მან ასევე მეორე ადგილი დაიკავა ეროვნული Golden Gloves-ის ბანტამწონოს დივიზიონში და 1978 წელს გამართულ მსოფლიო მოყვარულთა კრების ჩემპიონატის მეოთხედ ფინალამდე მიაღწია. წარმატების შემდეგ ის გადავიდა New Jersey-ის ქალაქ Pattersonში, სადაც პროფესიონალი მოკრევის კარიერა დაიწყო. იმავე წლის აგვისტოში მან პროფესიონალად პირველი გამოსვლა მოაწყო და Tony Reedy ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შემდეგ მან მოიგო New Jersey შტატის ბუმბულის ზონის ჩემპიონატი და ASHS-ის ბუმბულის ზონის ჩემპიონატი. მისი პირველი მარცხი 1980 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, როდესაც იგი ეუსებიო ბედროსამ დაამარცხა. მაგრამ ეს თითქმის არ შეუმცირებია მისი სპორტისადმი სიყვარული. 1984 წლის 26 თებერვალს მან თავისი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა ჩაატარა Roger Mayweather-ის წინააღმდეგ, რომელიც არის კრივის ლეგენდის Floyd Mayweather-ის ბიძა. ბრძოლა მხოლოდ 90 წამზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, რადგან Lockridge გამარჯვებული გამოვიდა და თვითონაც გაკურებული დარჩა თუ როგორ სწრაფად გაუმკლავდა ასე ძლიერ მოწინააღმდეგეს. მომდევნო წელს მან ტიტული Wilfredo Gomez-თან წააგო, მაგრამ კარიერა წარმატებით განაგრძო და საბოლოოდ 44 მოგებითა და 9 წაგებით დაასრულა, საიდანაც 36 ნოკაუტით იყო მოპოვებული. პენსიაზე გასვლის შემდეგ ოჯახთან ერთად ტაკომაში დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში უიღბლო პერიოდი დაიწყო. მან და მისმა მეუღლემ Caroline-მა ფინანსური სირთულეების და მისი არალეგალური ნივთიერებების გამოყენების გამო დაშორდნენ. შემდეგ მან დაბრუნება სცადა, მაგრამ ორივე მომდევნო ბრძოლა წააგო და აშკარა გახდა, რომ მისი კრივის დღეები წარსულს ჩაბარდა. 1992 წელს ის გადავიდა Camden-ში, New Jersey-ში, სადაც მუშაობა დაიწყო დასუფთავებისა და საღებავის მუშაკად გასწრების მწარმოებელ კომპანიაში. შემდეგ მან კრიმინალურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და ბინაში შეჭრის ბრალდებით 5 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. შემდეგ კვლავ დააკავეს ბინაში შეჭრისთვის და 27 თვე გაატარა ციხეში. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ მას გაუჭირდა თავის გატანა და უსახკაროდ დარჩა. 2006 წელს მას ინსულტი დაემართა და როცა მისმა ოჯახმა გააცნობიერა, რომ დახმარება სჭირდებოდა, მას მოიწვიეს, რომ მონაწილეობა მიეღო A და S ტელეშოუში ინტერვენცია. სწორედ აქ გახდა Lockridge კიდევ ერთხელ ცნობილი. კლიპში, რომელიც სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, მისი შვილი უხსნის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც წლების განმავლობაში გადაიტანეს, ის მაინც უყვარს, რადგან ის მისი მამაა. ამან Lockridge ძალიან ემოციური რეაქცია გამოიწვია, როცა გაიგო, რომ ოჯახმა ისევ მიიღო და დაუფარავად ატირდა.
ფაქტობრივად ერთ ღამეში ეს კლიპი ინტერნეტში მემად გადაიქცა სახელწოდებით Best Cry Ever. ამის შემდეგ ის აღარ ცხოვრობდა ქუჩაში და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად სიფხიზლეს მიაღწია. მაგრამ ის გარდაიცვალა 2019 წლის 7 თებერვალს 60 წლის ასაკში და მისი ემოციური რეაქცია დღემდე ახსოვთ, რადგან მოგვიანებით ხალხმა გაიგო, რატომ ტიროდა ის შოუში და ლოკრიჯის ისტორიაში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ინტერნეტ მემი. ნომერი 1. როცა ვირუსული ინტერნეტ ვიდეოები ჩვეულებრივ საუბარში განიხილება, აუცილებლად ვინმე ახსენებს Numa Guys. ეს ვიდეო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ამიტომაც ხალხის გონებაში აცლევლებია დარჩენილი. საუბარი ეხება გარი ბროლსმას, რომელმაც 2004 წელს ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სპონტანური გამოსვლა ვებკამერის წინ ერთ ღამეში გახდიდა სენსაციად და ამას მის ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა. იმ დღეს გარიმ გადაწყვიტა ჩაეწერა საკუთარი თავი, როგორც ცეკვავდა და თუჩებს აყოლებდა რუმინულ სიმღერას სახელად Dragostea din Tei. მან ვიდეოს დაარქვა Numa და ატვირთა Flash ანიმაციისა და თამაშების ვებგვერდზე newgrounds.com-ზე 2004 წლის 6 დეკემბერს. რამდენიმე დღეში ვიდეო 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა და ხალხი კომენტარებში წერდა, რომ მოსწონდათ მისი უშუალო ცეკვის მოძრაობები, ფართოდ გახელილი თვალები და გადაჯარბებული თუჩებით მიბაწვა. სრულიად მოულოდნელად ბროლსმა ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა, მაგრამ ის არ იყო მზად იმისთვის, რაც ამას მოჰყვა. მას დაუკავშირდა ამერიკული ტელეშოუ Good Morning America, ხოლო ვიდეოს აჩვენებდნენ როგორც CNN-ზე, ასევე VH1-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს ყურადღება შეიძლება მოსწონებოდა, ბროლსმასთვის ეს დიდი შოკი იყო და მალე ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახა. ნიუ-ჯერსიში ცხოვრებისას ის გარკვეულწილად განმარტოვებული გახდა და იშვიათად ჩნდებოდა არეთო და გარეთ. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უმეტესად სახლში მოწყენილი დადიოდა და ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ როგორც კი გარეთ გავიდოდა, მაშინვე ცნობდნენ. როდესაც გამბედაობას მოიკრებდა და გარეთ გავიდოდა, მას ხალხი ეხვეოდა, ავტოგრაფს თხოვდნენ და ვიდეოდან მისი საცეკვაო მოძრაობების გამეორებას ცდილობდნენ. ყურადღება ძალიან ბევრი გახდა და ამიტომ გადაწყვიტა, რაც შეიძლება დიდხანს სახლში დარჩენილიყო. ამასობაში მას კვლავ გზავნიდნენ უამრავ შეთხობინებას საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ინტერვიუს ჩაწერას თხოვდნენ, მაგრამ ის არც ერთ მათგანს არ პასუხობდა. მალე მისი ოჯახი მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო შეშფოთდა, რადგან მისი ხასიათი შეიცვალა. მას ისედაც უჭირდა, მაგრამ როცა მის გარშემო მყოფებმა დაიწყეს კითხვა, რატომ იყო ასე დეპრესიული, ეს მდგომარეობას კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ დახმარებოდა, მაგრამ ის თავის სამყაროში ჩაიკეტა და სახლს მხოლოდ მაშინ ტოვებდა, როცა ადგილობრივ სტეიპლში ცვლაზე მუშაობდა. მისმა თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ჩუმი და ჩაკეტილი გახდა, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ. დროის გასვლასთან ერთად ვიდეო პოპულარობა დაკარგა და ბროლსმა შეძლო ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. შემდეგ წლებში მან რამდენიმე ინტერვიუზე დათანხმდა და ახსნა, რომ არასდროს წარმოედგინა ვიდეო ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა, ამიტომ მოულოდნელმა ცნობადობამ იგი უცაბედად დააბნია. პრესის დიზაინისა და IT სფეროში მუშაობს და საკუთარი სახელით რამდენიმე ელექტრონული სიმღერა შექმნა. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ ლაიქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ზარს, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით მეგობრებო.